თუ შენ გამოგიჩნდებოდა ის მიზეზები, რომლის გამოდაც ამ სიტყვას ვერ შესრულები, მაშინ ნუ იტყვი. მithumetes ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, კავკასიაში, სადაც სიტყვა ყოველთვის ფასობდა. თუ იმ პერიოდს გამოვტოვებთ, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და ყველა ვარიანტში ადამიანის ვაჟკაცობის საზომი იყო არა მხოლოდ ის თუ როგორც ცხენი ყავდა და როგორი ჯირით იცოდა, არამედ მთავარი საზომი იყო ამ ადამიანის რამდენად შეეძლო ამ ადამიანს თავისი სიტყვის შესრულება და რამდენად იცოდა ამ ადამიანმა სიტყვის ფასი. თავისთავად ეს ამაზე მიმულია ვაჟკაცობა და ესე შემდეგ. ჩვენი ჯარი არ უნდა შექმნათ შიშველ ადგილზე. უნდა შექმნათ ზუსტად იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაში დღეს ვიმყოფებით. მაგრამ თუ რეალობას არ აღწევთ და რეალობას შევფუთავთ, ესე იგი შესაბამისად ვერც ჯარს ვერ შექმნით, ვერც ვერანაირ სისტემას ვერ შექმნით და ვერცები დეგრადირება ჯარი გამოგვადგება. მე მესმის ლოზუნგები, რომ თუ რუსები შემოა, ჩვენ ყველა ვიბრძოლებთ, ვერ ვიბრძოლებთ, იმიტომ ბრძოლა ცოდნა ჭირდება. ერთია სურვილი, როცა გინდა, მეც სურვილი მაქვს, რომ ვიღაც თქვა თუ ხედავ ამბობს, უმკურდალო, მაგრამ მე რაკი ეს ცოდნა არ მაქვს, მე ამას არ ვაკეთებ, ხო? გიორგის გენერალმა რა მითხრა იცი? მოდით კონკრეტიკისკენ წავიყვანოთ საქმე. რო ვიომო, რისთვის ვიომო? აი გენერალმა ხო, მე ხო იმის გვარდასახელს არ დავასახელებ, ის ყველაზე ნაკლები პატრიოტი არ არის და ნამდვილად ეხლა იმის რო დავასახელო, იტყვით რომ ეს მას არ შეეფერებაო, მაგრამ ყველა შემთხვევაში საუბრის არსი იყო გაცილებით უფრო ღრმა. რაში მდგომარეობს? კი ბატონო, პრობლემა არ არის. არსებობს ზოგადად იმისი განცდა, რომ საკუთარი ტერიტორიისათვის და საკუთარი სამშობლოსათვის უნდა იბრძოლო. მაგრამ ის ვერ ხედავს, რას კარგავს საუბრად იმ შემთხვევაში თუ შემოა რუსეთი, იმიტომ რომ იგივე მოდელია აქ, იგივე დიქტატურა აქ. აი რისი გულის რა უნდა გადაარჩინოს? ხო, აი დამატებითი мотиваცია არ აქვს. დამატებითი мотиваცია არ არის. აი ქართული იდეა რის გარშემო თუ უნდა იომოს, ხო? არ არსებობს. ხო, სამშობლო მარტო სიტყვა არ უნდა იყოს. მარტო სიტყვა არ უნდა. სამშობლოს უნდა განიცდიდე, ხო? სამშობლოს სიყვარული ზოგადად და ისტორიით ერთია, მაგრამ სამშობლოს სიყვარულსაც ცოდნა უნდა. მე მახსოვს აი იგივე ჩემი განცდა. ერთია, როცა ისტორიას, დავარსნული ისტორიას კითხულობ და მეორეა, როცა უღმავდები, ხო, ცალკეულ მეფეთა ისეთი იდეალურიც არ არის, ცალკეული ქმედებიც თვალსაჩინო მარტივი არ იყო თეთრი შავი. მაგრამ ეს აი ზუსტად ამაშია სამშობლოს სიყვარულისა, შენ ამ ცუდიანად ცუდს ხვდები, რატო იყო ის ცუდი და აი ეს ცუდით გიყვარს. შერაღებული ძალების კრიტიკა ეს არის თვითმიზანი არ არის თავისთავად და ეს შერაღებული ძალები მარტივია, ხო? როგორ ეყოლება შერაღებული ძალები, თუ შერაღებული ძალებს არ ყავს ოფიცერი. ყველა ამბობს, რომ 7 დღეში ოფიცრის მომზადება შეუძლებელია. რადგან შენ სხვა პროგრამა არ გაქვს და 7 დღეში ამზადებ, ესე იგი ოფიცერი არ ყავს. რადგან ოფიცერი არ ყავს, მნიშვნელობა არ აქვს შერაღებული ძალები 40,000-იანი ეყოლება 100,000-იანი. თუ ოფიცრები და რამდენი კილოს წევს თითოეული ჯარისკაცი და თითოეული ოფიცერი. მეორე ნაბიჯი დაუშვათ ყავს ოფიცერი, ხო? მომზადეთ ოფიცერი, კარგად მომზადეთ. მაგრამ ეხლა ამ ოფიცერს აქვს თავისი მოქმედების სივრცე, ხო? რა თქმა უნდა, თევზი იყიდო აკვარიუმის, ხო? თუ აკვარიუმს არ იყიდი და შით წყალს არ შეუცხამ და პირობებს არ შეუქმნი, ის თევზი მოგიკვდება, ხო? დაახლოებით ესე ოფიცერი. თუ ოფიცერს არ შეუქმენი პირობები, თუმცა ის თავის რეალიზებას მოახდენს, მაშინ გინდა ყოლია ის ოფიცერი, გინდა არა. აი ეს თუ იმ ოფიცერს ეშენია შენი გინების, შენი ცემის, შენი ტყეფის. თუ იმ ოფიცერს არაფრად არ აგდებ. შენ და ყავს მუნის პირობაზე ის ოფიცერი არ არის. ძალიან დავამძიმებ. აი იყო ეგ ფაქტები. არა, გინება რაღაცები არ არის ბოქს ეს თემა, მაგრამ არის შემდეგი თემა. ოფიცერმა უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ მას უნდა კონდეს სამხედრო წესდება, სადაც ეწერება მისი მოვალეობები, თუ როგორ უნდა გააკეთოს და რა უნდა გააკეთოს ომის დროს. გარდა ამისა, მას უნდა კონდეს მარტივი ნორმატიული აქტები, სადაც ეცოდინება რა უნდა გააკეთოს მშვიდობიანობის დროს. და ყველა ახალი უფროსი მას ახლებურად ამ გეგმას ანუ დამოკიდებული იქნება. ჩემს გვაზე იცეკვე არ ეთქოს რა. შესაბამისად, თუ ეს ორი არ გაქვს, ანუ ნორმატიული აქტები არ გაქვს შერაღებული ძალებისთვის, ოფიცრის ქმედება, რასაც უნდა ენერგიული იყოს, აუცილებლად მაგიქმედების კოეფიციენტი იქნება 0 და შედეგს ვერ მიაღწევს. ის ოფიცერი იქნება ორიენტირებული როგორმე შევეგუო არსებულ ვითარებასო. განსაზღვრული მისი სამოქმედო არეალი და ფუნქციონირების წესები. და გადავედით ახლა შემდეგ თემაზე. იგივე ჯარისკაცი, ხო? ჯარისკაცი არ შეიძლება იყოს ყველა. ჯარისკაცს სჭირდება შერჩევა, მე სჭირდება მომზადება და დასწრა, რომ შერჩევის და მომზადების ეტაპი დამთავრდა კარგად და ეს არის ჯარისკაცი. და გამოსადეგი ამ თანამდებობაზე. ჯარისკაცად არის გამოსადეგი. შესაბამისად, თუ ჩვენ ყველაფერი ეს არ გვექნება, არ გვეყოლება
ჯარი. შემდეგი თემა არის ჯარის ფორმა აქვს, ტანსაცმელი აქვს, თუ ეს ყველაფერი შევქმნით, ფორმაც ექნება, ტანსაცმელიც ექნება და იდეალური საწყისი პირობები ექნება. ამის შემდეგ იწყება ზუსტად ის, რასაც ქვია სამხედრო თეორია, რომელიც თუ არ გექნება, ეს ყველაფერი, რაც უნდა კარგად გააკეთო, აზრი არ აქვს, თუ არ გაქვს ტრადიცია, სამხედრო ისტორია, არ გაქვს ქართულ ენაზე, არ არსებობს სამხედრო თეორიული სკოლები, რომელიც რაკავ სამხედრო ელიტა ბოლოს და ბოლოს. არა, ეს სამხედრო ელიტაზე არ მინდა საუბარი. ან არის, მეზობელ ქვეყნებში ერთადერთი აგერა. არ არის ეს აუცილებელი. თეორეტიკოსები ის ზუსტად ეს იქნება ელიტა, რომელიც ამყოლებს თეორეტიკოსები ჯარს გარეთ და ჯარს შიგნით ერთის მხრივ, რომელიც მუდმივად პულზე ექნება თხელი, ერთის მხრივ შეაფასებენ უსაფრთხოების დარგს. მაგიმა, გამოში ერგონია. მეორეს მხრივ იგივე ტექნიკურ სიახლეებს. ქართული ჯარი არ უნდა იყოს აქცენტირებული რიცხოვნობაზე. ქართული ჯარი უნდა იყოს უახლოეს ტექნოლოგიებზე და ტექნიკაზე ორიენტირებული. ქართული ჯარი უნდა იყოს ორიენტირებული საფრთხეებზე და ეს ტექნოლოგიები უკვე და ხარისხზე. არა, ეს საფრთხები თავისთავად ეს არის აღმოსავლეთიდან მედიუნები, ამ საფრთხეების ლიკვიდაცია. რის ხარჯზე უნდა მოხდეს, რაოდენობის ხარჯზე უნდა მოხდეს და ტექნოლოგიები. რა აი რის ხარჯზე უნდა მოხდეს და რა არის საჭირო, არავის არ შეუწუხებია თავი ამ თემაზე. არა, თუ ჩვენ მოდივართ უკან დავბრუნდებით, რომ ვიღაცამ რაღაც არ გააკეთა, წინ ვერაზეც ვერ წავალ. მოდი ჩვენ უკვე ჩვენთვის უკვე აღარ გვინდა ახლა სააკაშვილი ცუდია, ჩვენ ვიცით რომ ჩვენი შეფასებით სააკაშვილმა დაუშვა შეცდომები და მაგის რამდენად პასუხობს აი ამ თქვენი მეებს დღეს ქართული არმია, ქართული ჯარი. იგივეა წეგან ხუთვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციაში ქართული ჯარის ფუნქცია არა აქვს. არ აქვს. და სხვადასხვა რა აქ მოსაყვანია და ერთმა დიდმა ექსპერტმა ბწყალებში თვითიანი მოსამზადებელი კურსია. ბწყალებში მინდა თქვა ეს ექსპერტმა რა თქვა იცით როდესაც მისი მაღალკეთის შეგიძლება ბაჩო ახალაია დანიშნეს გენშტაბის უფროსი მოადგილე. გენშტაბის უფროსი მოადგილე თუ თავდაცვის ხო, ეთყობაო ქართულ ჯარშიო დისციპლინის გამტკიცების გულისთვის დანიშნესო. ესე იგი ამ ხალხის წარმოდგენაში, ამ ექსპერტის წარმოდგენაში რა ისევ ბწყალებში. ასე იგი თუ კაცს დანიშნავ რომელიც იგინება და ხალხს ცემს, ხო? ამით დისციპლინას გაზრდი. ეს რუსული კალკა, ხო ეს რუსული კალკა, აბა რა უბედურება. ვერ განთავისუფლდით საბჭოთა კალკისგან. მე რატო მიმაჩნე, რომ რატო არის თავარი პრობლემა ბოლშევიზმი, ნეობოლშევიზმი, ტროცკიზმი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას ახლებურად მიუძღეთ. მარტივია დასავლეთი ჩვენ მარტო ღირებულებითი ნაწილისთვის არ გვინდა. პრაგმატულადაც დასავლეთში არის შექმნილი სისტემები, გათვლები, თეორიები, რომლის გამოგონება ხელახლა არ დაგჭირდება და მარტივად შეგვიძლია გადმოვიღოთ. ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ ჩვენ ქართული შექმნათ. ეს სისტემები არც ქართული, არც გერმანული, არც ამერიკული. ეს არის რაც ადამიანებმა თავის ისტორიის მანძილზე შეისწავლეს, უბრალოდ იმასმა დააფიქსირეს, ჩვენ როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით, უბრალოდ ბოლშევიკები ცდილობენ რაღაც ახლის გამოგონება. მოდი ერთ შეკითხვას დაგისვა ამასთან დაკავშირებით ზუსტად რა. ნატოს სტანდარტების ჯერ როგორია? ეს იქა უბრალოდ იმათ გვექცა რა ქვია, ახალ სადღეგრძელოდ გვექცა თუ რა. ნატო სტანდარტები ერთის მხრივ მოიცავს ნატოს კალიბრს, ანუ სტანდარტის რა შეიძლება ქონდეს. ტექნიკური პარამეტრების სტანდარტები არსებობს. არსებობს ნატო სტანდარტები. იმდაგებით რა გეგებითაც ესენი ხმარობენ, ეგეთ სტანდარტები. ეს ნატო სტანდარტებს როგორ ვიყენებთ? ღირებულებითი ნაწილი. ანუ ის რომ თქვა ნატოს ღირებულებითი სისტემაში დაუშვათ ჯარისკაცის გაწირვა, ანუ ის თქვა როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო სადაც იზომებოდა რიცხოვნობა და არა დაუშვათ ეფექტურობა ეს ყველაფერი ალბათ კი შეიძლება კაცისად მოიხსენიოთ ნატო სტანდარტები. უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება არასდროს იყენებს ამას და გონია ბრჭყვიალა ლამაზი ხო რაღაც ეს არის საკუ არა არაფერი ისევე როგორც რემონტი ეს არ არის ნატო სტანდარტი. ევროკავშირის დროშა ისევე როგორც ნატო სტანდარტები ეს იყო ეს ყველაფერი კი არის ელემენტი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ რა დრო მეტირდება გიორგი თემო ქართული არმიის შექმნას? ქართული არმიის შექმნა შეიძლება დაჭირდეს ძალიან მცირე დროს და შეიძლება ძალიან დიდიც. ძალიან მცირე დაჭირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადეკვატურად იქნება ეს რა ქვია ორიენტირებული დაუშვათ იდეალური სიტუაცია შეიქმნა. რა მინიმალური დრო ჭირდება ქართული არმიის შექმნას? მოდი არა დაახლოებით 3 თვე ჭირდება იმისთვის რომ თეორიული მოდელები გადავიდეს რიცხვებში, ანუ ფინანსებში და ასე შემდეგ. დაახლოებით 3-4 თვე დავამატოთ იმისთვის რომ ეს ყველაფერი გადავიდეს ნორმატიულ ენაზე და იქცეს ბრძანებებაც და დაიწყოს განხორციელება და რეალობიდან გამომდინარე ჯარი როგორ ახერხებს დაუშვათ გერმანიაში რეფორმირებას, თუ ფინანსურად უნაყოფილი იქნება, თუ ამ რიცხო პარამეტრებს ავიღებთ, დაახლოებით კიდე 3 თვეში და მივალთ წელიწადში ჯარი გადადის განვითარებად სისტემა ხდება. ეხლა ჯარი შეიქმნას ესეთი თემა, როდის გახდება
ასე რომ ვთქვათ კონკურენტუნარიანი როდის გახდება ქართული 12 წელი ჭირდება იმას რომ დაუშვათ